ხშირად გვაინტერესებს, რამდენი უნდა იყოს სისხლის წნევა, რომ ადამიანმა იცოცხლოს დიდხანს. ანუ საუკეთესო რამდენია, მეორე მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ხოლმე ძილთან დაკავშირებით, რამდენი უნდა გვეძინოს იმისთვის, რომ ყველაზე მეტხანს ვიცოცხლოთ, რაც შეგვიძლია, რა თქმა უნდა. და მესამე კითხვა არის, რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და ამ კითხვას უპასუხებ და თან ავხსნი რა დროს როგორ ჯობია. პირველი შეკითხვა არის იდეალური სისხლის წნევა რამდენია? მიიჩნევა, რომ 110-დან 120-მდე არის იდეალური ზედამაჩვენებელი მაღალი წნევა და 70-დან 80-მდე დიასტოლური, ანუ ქვედამაჩვენებელი. არიან ადამიანები, რომელსაც ბუნებრივად აქვს დაბალი წნევა და ეგ პრობლემა არ არის. განსაკუთრებით ახალგაზრდა გამხდარი გოგონა ამ შემთხვევაში ზოგჯერ 90-60-ზე აქვთ. არ მიიჩნევა ეგ პრობლემად, მაგრამ მაღალი წნევა მიიჩნევა პრობლემად. მიიჩნევა მოკლედ, რომ და კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანები, რომელსაც აქვთ 120-ზე მეტი წნევა, მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს გულის დაავადებების რისკი და თირკმლის დაავადების რისკი. იმ ადამიანებთან შედარებით, ვისი წნევაც არის 120-ზე ნაკლები, ზედამაჩვენებელი. აი ეს არის მთელი ამბავი. ამიტომ თუ იდეალური გინდა, უნდა ეცადო, რომ 120-ზე ქვევით შეინარჩუნო სისხლის წნევა. აი 130-ზე ამბობდნენ ხოლმე, რომ არაუშავს და ისა 140 და ესე. ნუ არაუშავს ახლა თუ 160 აქ და 180 აქ ადამიანს წნევა, მაშინ 140-ზე ქვევით თუ ჩამოიყვან, კარგია უკვე, თუნდაც 135 იყოს, მაგრამ თუ იდეალური გინდა, 120 ქვევით უნდა იყოს, ან 120. ქვედამაჩვენებლის ნორმა არის 60, მაგრამ უფრო ქვევითაც ოფილა 55 ახლობს და არის ჯამრთელი და პრობლემა არ არის. ხო. ნუ 130-დან 140-მდე თუ აწნევა, უკვე პირველი დონის ჰიპერტენზიად მიიჩნევა და 140-დან ზევით უკვე მეორე. შესაბამისად, მაღალი წნევა 120-ზევით უკვე მაღალი წნევაა და მაგას ყურადღება უნდა მივაქციოთ. 130-ზევით უკვე კლასიფიკაცია იწყება მისი. 120-დან 130-მდე მიიჩნევა, რომ უბრალოდ არის მომატებული წნევა, თუმცა არა საშიშად. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ხოლმე ძილთან დაკავშირებით და ეგეთი ძალიან საინტერესო სტატისტიკაა მაგ საკითხზე, რომ ადამიანები, რომლებსაც ძინავთ 7-8 საათი, ცოცხლობენ ყველაზე მეტ ხანს. ადამიანები, რომელსაც ძინავთ 6 საათზე ნაკლები, გულის დაავადების რისკი, დიაბეტის რისკი, დემენციის და ინსულტის რისკი აქვთ მომატებული. ადამიანები, რომელსაც ძინავთ 9 საათზე მეტს, ეგეც დაკავშირებულია პრობლემებთან, ანუ დიდ ხანს თუ გძინავს, ეგეც პრობლემაა მოკლედ. ცოტა ხანს თუ გძინავს, ეგეც პრობლემაა. 9 საათზე მეტს ვისაც ძინავთ, ეგეთ ადამიანებში ხშირია უფრო დეპრესიები, ქრონიკული ანთება, მათი ძილის ხარისხი არის ცუდი, ძილის აპნეა აქვთ, ზოგჯერ რაღაც მოხრჩობის შეგრძნება, ძილში სუნთქვა რო უჩერდება და მე აგრძელებს სუნთქვას. ძილის აპნეა ქვია მაგას და ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკია მომატებული ამ დროს, მაგალითად პარკინსონის რისკი, ალცჰეიმერის რისკი, ადრეული დემენცია. ამიტომ დიდხანს ძილიც არ არის კარგი და ასოცირებულია ასევე დიდხანს ძილი ფიზიკურ ინაქტიურობასთან. ეგეთი ადამიანები ხშირად ფიზიკურად ძალიან პასიურები არიან ხოლმე და ეგ კიდე ერთხელ დაკავშირებულია ძალიან დიდხანს ვისაც ძინავს აი იმ პასიურობასთან და ეს პასიურობა თავის მხრივ კუნთების სისუსტესთან, მე კუნთების სისუსტე ინსულინ რეზისტენტობასთან, ჭარბწონასთან და შემდგომ მთელი რიგი პრობლემები ვითარდება დიდხანს ძილის დროსაც კი. ამიტომ არც დიდხანს ძილი, არც ცოტა ხანს ძილი. ანთება არის კიდე მნიშვნელოვანი, ეს დიდხანს ძილი ხშირად არის ნიშანი იმისი, რომ ქრონიკული ანთება არის ორგანიზმში და ეგ ანთება
იწვევს მე ბეტა-ამილოიდის დაგროვებას თავის ტვინში და რაც ალცჰეიმერის დაავადების ნიშანია და ასე შემდეგ. ანუ ეს ანთება მოკლედ საშიშია და ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ რამე მნიშვნელოვანი მეტაბოლიზმის დარღვევები ხომ არ აქვს ადამიანს თუ დიდხანს ძინავს. და ძილი კიდე დაკავშირებულია მოკლედ ცირკადული რითმის დარღვევასთან, ანუ ჩვენ ბიოლოგიური საათი ირღვევა მოკლედ რა და ეგ ცვლის მე ბევრ რამეს, ჰორმონებს ცვლის, წნევას, განწყობას, ენერგიას, მეტაბოლიზმს, შესაბამისად ადამიანი რომელსაც ან ცოტა ძინავს, ან დიდხანს ძინავს, ორივე მნიშვნელოვანი პრობლემაა და ორივე სჭირდება ყურადღება. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი არის წყალი, წყლის მიღება. ყველას გაგვიგია ალბათ, რომ 3 ლიტრი წყალი უნდა მიიღო დაახლოებით დღის განმავლობაში, ზოგი ამბობს 2, ზოგი ამბობს 4. სინამდვილე არის ეგეთი, რომ კაცებს ჯამურად, სულ ჯამურად, ყველაფრიან საჭმლიანად და ყველაფრიან ჭირდება დაახლოებით 3.7 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში. ქალებს ჭირდება დაახლოებით 2.7. ზომას გააჩნია რა თქმა უნდა, ან თუ ზომით პატარა ადამიანი ნაკლები, თუ ზომით დიდი ან მეტი. საუბარია გასაშვალებაზე. მეორე განზომილება ამას რა აქვს. მეორე არის რომ ეს რო ვამბობთ ხა 2.7 ან 3.7 აქ იგულისხმება ყველაფრიანად რა, ანუ საჭმელი, სასმელი და ყველაფერი. თუ ვიტყვით რომ აი სუფთა წყლის სახით, სუფთად წყალი და სითხეები, მაგალითად ჩაი, ყავა, ლიმონადი და ეს რაღაცეები. დაახლოებით ლიტრანახევარი უნდა მიიღოს ეგრეთ დღის განმავლობაში ადამიანმა, ან 2 ლიტრი. დაახლოებით ეგრეთ. ყველაზე კაი ინდიკატორი მაგისი არის შარდი. ანუ შარდის შემოწმება შეიძლება ძალიან მარტივად, ღია ყვითელი უნდა იყოს. ეგ ნიშნავს საუკეთესო შარდს, საუკეთესო მდგომარეობას. თუ მუქია, ან ძალიან თუ მუქია მაგალითად ან მოწითალო მით უმეტეს ეგ დეჰიდრატაციის ნიშანი შეიძლება იყოს. თუ ძალიან თეთრია, ეს ნიშნავს რომ ბევრი დაგამჭვირვალე და ძალიან ღია ფერი თუა, ბევრ წყალს იღებს ადამიანი. ეგეც არ არის სასურველი. ეხლა დეჰიდრატაცია, ანუ როცა წყლის ნაკლებობა ორგანიზმში, ბევრ პრობლემებს იწვევს. ფოკუსის პრობლემა, მეხსიერების, ყურადღების, ბავშვებში და მოხუცებშია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბავშვებს და მოხუცებს შეიძლება შესუსტებული ჰქონდეთ წყურულის აქმა, ამიტომ ხშირია. რას იწვევს ახლა თუ საკმარისი რაოდენობით წყალს არ იღებს ადამიანი, თირკმელებში იწვევს კენჭებს, საშარდე გზების ინფექციების რისკი იმატებს, შეკრულობის რისკი იმატებს, სისხლში ნატრიუმის დონე იმატებს, განსაკუთრებით მოხუცებში და ასაკოვნებში და სისხლის წნევა იმატებს. როცა თუ ბევრს ვარჯიშო, ამ ბევრს თუ მოძრაობ, მაშინ მეტი წყალი გჭირდება დაახლოებით 0.5 ლიტრიდან 1.5 ლიტრით მეტი გააჩნია რამდენს მოძრაობ, რამდენს ვარჯიშობ, მაგიდან გამომდინარე ზოგიერთ სპორტსმენებს მაგალითად დღის განმავლობაში ცხელი სეზონის განმავლობაში 4-დან 6 ლიტრამდე წყალი ჭირდებათ. ვინც ძალიან დიდი რაოდენობით კოფეინს ან ალკოჰოლს მიიღებს, შეიძლება რომ სითხის გამოყოფა გაზრდილი იყოს და მათაც მეტი წყალი დაჭირდეთ და ასაკოვანი ადამიანები არიან რისკის ქვეშ, რომ შეიძლება ხშირად იღებენ შედარებით მცირე რაოდენობით წყალს. ასევე თუ კი ადამიანი საკმარისი რაოდენობით წყალს იღებს და ნატრიუმის დონის დარეგულირებაში ეხმარება საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება და მაგალითად იმ ადამიანებს, ვისაც ნატრიუმის დონე ცხოვრებისეულად ჰქონდათ ნორმაში, ანუ ან ნორმასთან ახლოს მოკლედ. დაახლოებით 50% ნაკლებად ემართებოდათ ქრონიკული დაავადებები და ზოგადად მეტხანს ცოცხლობდნენ ვიდრე ის ადამიანები, ვისაც მეტი ნატრიუმი ჰქონდა სისხლში და ეს რეალურად დაკავშირებულია ჰიდრატაციასთან, ან წყლის მიღებასთან. ახლა ძალიან ბევრი წყალი შეიძლება რომ ბევრი წყლის ინტოქსიკაცია დაემართოს ადამიანს, ასევე შესაძლებელია ჰიპონატრემია დაემართოს, ნატრიუმის ნაკლებობა
მაგრამ იშვიათია ძალიან და უფრო ხშირი არის იმ ადამიანებში, ვისაც ან თირკმლების პრობლემა აქვს, ან სპორტსმენებში იშვიათია ძალიან, მოკლედ რა, აი ეს არის ის შემთხვევები, როცა ადამიანი იღებს 4 ლიტრზე მეტ წყალს ელექტროლიტების გარეშე. ამაზე გქონდა სხვა შორის ვიდეო იმას დოქტორ ბერგს, რომ აი ეს წყალი, აი რაშია ხოლმე ხა ეგეთი ვიდეოების პრობლემა, რომ კონტექსტის გარეშე თუ იტყვი, რომ აი ბევრი წყალი მავნებელია, ხო, მავნებელია, მაგრამ ის არის, რომ კონტექსტით უნდა თქვა, რომ ძალიან იშვიათია ეგეთი შემთხვევები, რომ ბევრი წყალი მიიღოს ადამიანმა ელექტროლიტების გარეშე და ჰიპონატრემია დაემართოს, განა არ ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათია. ანუ კონტექსტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდე ერთი საინტერესო რამდენიმე ფაქტს გეტყვით, რომელსაც ყურადღება შეგიძლიათ მიაქციოთ. ადამიანებს, რომელსაც ძინავთ 9 საათზე მეტი, უფრო დიდი რისკი აქვს ინსულტის, ვიდრე ადამიანებს, რომელსაც ძინავთ 6 საათზე ნაკლები. ეს თითქოს პარადოქსულია რაღაცნაირად, მაგრამ მნიშვნელოვანია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ძილთან დაკავშირებით არის, რომ ტვინს აქვს ეგეთი ფუნქცია, რომ წმინდავს თავის თავს ძილისას. და ამიტომ მნიშვნელოვანი რეალურად ძილი. გლიმფური სისტემა ქვია ჩვენ ტვინში, იმ სისტემას, რომელსაც იწმინდება ჩვენ ტვინი და ამიტომ ამ მნიშვნელოვანი რეალურად საკმარისი რაოდენობით გვეძინოს. ასევე ძალიან საინტერესო კვლევა არის, რომ ადამიანები, რომლებიც ღამის ცვლაში არიან, აი თითქოს ჩვენ ხო ვამბობთ ხოლმე, რომ რა მნიშვნელობა აქვს, როდის დავიძინებთ? აქვს მნიშვნელობა, როდის დავიძინებთ, ხო? ვიღაცა ღამის ცვლაში მუშაობს, მაგალითად, ან ღამე არ ძინავს, დღის იძინავს. აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, ადამიანები, რომელსაც ღამით არ ძინავთ და დღისით ძინავთ, სიმსივნის რისკი აქვთ გაზრდილი. ანუ რაღაცნაირად ესეც არ ჯდება თითქოს საღაზრში პირდაპირ და ჩვენი ინტუიციისთვის შეუფერებელია, მაგრამ ესეა. ამიტომ მნიშვნელობა აქვს, რომ ადამიანს ეძინოს ღამე. ზოგადად ასევე ადამიანები, რომელსაც ახასიათებს მცირე წაძინებები, მაგალითად 30 წუთზე ნაკლები. ზოგადად ცხოვრობენ უფრო მეტ ხანს და აქვს უკეთესი მეხსიერება. მაგრამ თუ ადამიანებს აქვთ წაძინებები 1 საათზე მეტხნიანი, აი ამ ადამიანებს უფრო მეტი აქვთ სიკვდილიანობის რისკი. ანუ ეს ადამიანები უფრო ნაკლებ ხანს ცოცხლობენ, მარტივად რომ ვთქვათ. იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც როცა წაუძინებენ 30 წუთზე ნაკლებს წაუძინებს ხოლმე. ანუ წაძინებები თუ იქნება, სასურველი იყოს ძალიან პატარ-პატარა. ხო. რემ ძილის ფაზა კიდე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ძილის ფაზა, რომელშიც ადამიანი ხედავს სიზმრებს და მისი ნაკლებობა ემოციურ მოშლას იწვევს ხოლმე. გაღიზიანებულია ადამიანი, დეპრესიულად. აი, ამათ შეგიმჩნევიათ, რომ შეიძლება ბოლო ფაზაა მოკლედ ეს რემი ხოლმე, როცა ადამიანები უცებ წამოხტებიან და გაიღვიძებენ დილით და აი ის ნებირობას რო ვეძახით ხოლმე, ეგ არა. აი ეგ არის ხშირად რემძილის ფაზა, როცა ეს ნებირობა რა, რომ ნახევრად გძინავს, ნახევრად არ გძინავს და მაგ დროს ემოციები ლაგდება და ამიტომ არის, რომ აი სრულფასოვნად გამოვიძინე, კარგად ვარ. იტყვიან ხოლმე. ასევე არის ხოლმე წყალთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტს გეტყვით, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. 1-2%-იც რო დაკარგოს სითხის ადამიანმა, რომელიც ახლობთ არის 500 გრამიდან 1 კილომდე, უკვე თავს გრძნობ სუსტად. ან დაღლილობა შეიძლება გამოიწვიოს წყლის დაკარგვა. ამიტომ წყლის მიღება თუ ცხელი დღეა, ან ბევრი ვარჯიში, ან ძალიან მნიშვნელოვანია. დეჰიდრატაცია კიდე იმითია მნიშვნელოვანი, რომ პირდაპირ ტვინის ზომაზე მოქმედებს. ანუ ტვინის ზომას ამცირებს დეჰიდრატაცია. ანუ წყლის ნაკლებობა აქვს ადამიანს, ტვინის ზომა მცირდება. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, რაც შეეხება ხშირად არის ხოლმე კითხვები, რომ დაახლოებით რამდენ წყალს ვიღებთ საკვებისგან და ეგეთი რაღაცეებისგან
საკვებისგან დაახლოებით 1 ლიტრად წყალს იღებს ადამიანი. და წყლის მიღება და ან ცივ წყალზე თუ თბილ წყალზე რომელი ჯობია, მოკლედ ხშირად არის ხოლმე კითხვა, ორგანიზმმა რომ ენერგია დახარჯოს, რეალურად ცივი წყლის მიღება ჯობია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წყლის გათბობაში ხარჯავს ენერგიას. ხო, კიდე არის ხშირად კითხვები, რომ როცა შიმშილობას ვაკეთებთ, წყლის მიღება როგორ არის? წყალი უნდა მიიღო აუცილებლად. ეს წყლის მიღება ჩვენი ანტიკური ერიდან, ძველი პერიოდიდანვე იყო ხოლმე რელიგიური რიტუალებად, რომ ამ წყალს ვავდნენ. ეხლაც რეალურად ადრე იყო სულის განწმენდისთვის და ეხლა ჯანმრთელობის განწმენდისთვის შიმშილობთ, ხო? და ანთების შემცირებისთვის ორგანიზმში. სითხები აუცილებელია, მაგრამ ყავა ჩაი შეიძლება, რა თქმა უნდა. ხო, რაც შეეხება სისხლის წნევაზეც გეტყვით რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას. ღამე არის ყველაზე დაბალი ბუნებრივად სისხლის წნევა. და თუ კი ღამე სისხლის წნევა არ ქვეითდება, ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი გულის უკმარისობის რისკის. ასევე თუ კი ადამიანს აქვს მაღალი წნევა 30 წლის ასაკში, ან 30-35 ესე ამ ასაკში თუ მაღალი წნევა აქვს, დემენციის რისკი აქვს ცხოვრებისეულად მომატებული. სისხლის წნევა ასევე მაღალია დილაობით და თუ დილაობით აწეული აქვს ადამიანს სისხლის წნევა, ეგ ასოცირებულია გულის შეტევებთან და ინსულტთან. ამიტომ ყურადღება უნდა განსაკუთრებით დილის 6-დან 10-მდე, თუ არის მომატებული წნევები მაღლა. ზოგადად პირველი ზედამაჩვენებელი უფრო მნიშვნელოვანია გულის დაავადებების რისკის განსაზღვრისთვის 50 წლის ზევით. ანუ ზედამაჩვენებელს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკების განსაზღვრისთვის. ასევე თუ კი ადამიანს აქვს განსხვავებული, აქ ერთ ხელში და მეორე ხელში წნევები განსხვავებული 10 მმ-ზე მეტად. 10 მმ ვერცხლის სვეტით. ანუ რა საჩვენებს რა ეს საზომები რა საჩვენებს 10-ზე მეტი სხვაობა თუ არის, ამ ადამიანს მომატებული აქვს რისკი ინსულტის და მომატებული აქვს არტერიული დაავადებების რისკი. და აქვე ბონუსად ვიტყვი, რომ ყველაზე ხშირად, ყველაზე დიდხანს მაცხოვრებელი ტომები და ხალხები ვინც არიან, მოკლედ არ ტომები არ არიან, ცისფერ ზონებს ეძახიან ხოლმე, ეგეთ ადამიანების ისეთი ადგილები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ ხოლმე. საერთო მაგ ადამიანებს აქვთ ის, რომ წყალს ვავენ დიდი რაოდენობით, საკმარისად 7-8 საათი ძინავთ, ბევრს დადიან და ძალიან იშვიათად ემართებათ მაღალი წნევა. ხო, აი ეს არის რისი თქმაც მინდოდა დღეისთვის. მადლობა რომ მისმენთ. თუ მოგწონთ ჩემი არხი და მხარდაჭერა გინდათ დონაციებისთვის, აღწერაში არის ანგარიშები. თუ დონაციების გაკეთება არ გინდათ, ეგეც არაა პრობლემა, ვისაც ისე გინდათ მხარის დაჭერა, ეგეც ძალიან დიდი საქმეა და დალაიქებით, დაშეარებით, დაკომენტარებით, არხის გამოწერით შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს და ეს YouTube-ის ალგორითმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხვდეს YouTube, რომ ეს ვიდეო საინტერესოა და ბევრ ადამიანს აჩვენოს. მადლობა რომ გაინტერესებთ.